დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორ ენაზე თარგმანით. დღეს ორშაბათია, ჩვენ ახალ სამუშაო კვირას ვიწყებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სათქმელი თქვენთვის და თქვენთვის გასაზიარებელი ინფორმაცია ისევ უკავშირდება მთავარს, რომელიც არის ადამიანი. დიახ, ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე დიდი ფასეულობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში, მიუხედავად ადამიანის მახასიათებლებისა. და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ დიახ, ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გადაცემის კონცეფციის საფუძველი. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე შეგვიძლია შევინარჩუნოთ და გავახანგრძლივოთ. უზრუნველყოთ ადამიანის ცხოვრების ხარისხი, განვამტკიცოთ ადამიანის ცხოვრების ხარისხი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გაცნობიერებით, რომ ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. რაც კი იმას ნიშნავს, რომ თუ ხელი ან ფეხი არ მტკივა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჯანმრთელი ვარ და რაც მთავარია, ჯანმრთელობა არ არის ჩვენი ახირება და თვითმიზანი. ჯანმრთელობა არის შესაძლებლობა, ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანმა მოახერხოს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ამ სამყაროში. და ყველაფერი ამის გათვალისწინებით ჩვენ მოვდივარ ყოველდღიურად თქვენს ოჯახში სტუმრად, მოვდივართ იმიტომ, რომ ვისაუბროთ ადამიანზე, ვისაუბროთ ადამიანის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და რაც მთავარია, ვისაუბროთ ადამიანის კეთილდღეობაზე, მიუხედავად გარემოს ცვლილებებისა. სეზონურ კონტექსტში არის თუ არა საყურადღებო. ესა თუ ის პრობლემა, არაერთ პრობლემაზე გვისაუბრია ამ ჭრილში, თუმცა დღევანდელი ჩვენი თემა თქვენთვის არ იქნება ახალი, მაგრამ იქნება ახლებური წახნაგებით. რას გულისხმობ, მოდით ეს ყველაფერი გავარკვიოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმრებთან ერთად და მინდა გაგახსენოთ ჩვენი გადაცემის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც თქვენ იმედი მაქვს ძალიან კარგად იცნობთ, ლიმფოლოგი ქალბატონი ლალი ზაუტაშვილი და დღევანდელ გადაცემაში პირველად ჩვენთან არის სტუმრად ოჯახის ექიმი ქალბატონი თამარ ვაშაკიძე. დილამშვიდობისა კოლეგებო, ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა და მიხარია რომ აქვს შესაძლებლობა დაგისვათ ის კითხვები, რაც ძალიან აქტუალურია რეალობის გათვალისწინებით ჩვენი საზოგადოებისთვის. როდესაც ჩვენ ამა თუ იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ, მე ვცდილობ ხოლმე, ვიდრე კოლეგები დაიწყებენ თხრობას, ძალიან მოკლედ, მარტივი განმარტება გაუზიარო მაყურებელს. ლიმფოსტაზი. ეს არის პრობლემა, რომელიც ძალიან მარტივად შეგვიძლია ორი სიტყვით ვთქვათ, ლიმფის შეგუბება. და ლიმფის შეგუბება ნიშნავს იმ თხევადი კომპონენტის შეგუბებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ნორმალური გამართული მუშაობისათვის, მაგრამ ეს სიტყვები დარჩებოდა მხოლოდ განმარტებად, რომ არა ლიმფოსტაზის ცოტა უფრო გაფართოებული განმარტება, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა დაავადებასთან კავშირს, გულისხმობს სხვადასხვა მოვლენასთან კავშირს, გულისხმობს როგორც კლინიკის ამა თუ იმ პრობლემის კლინიკის თანხლებ გამოვლინებას, ასევე შედეგს და იმ მოვლენას, რომელზედაც სეზონიც კი ახდენს გავლენას. ამიტომ დავიწყოთ აქედან განმარტებით და რატომ შეიძლება ეს იყოს საყურადღებო ყოველდღიურად ოჯახის ექიმის პრაქტიკაში. ქალბატონო ლალი, ლიმფოსტაზი. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. იმედი არ მოვაბეზრეთ თავი თქვენ მაყურებლებს. დაბრძანებთ, ქალბატონო ლალი, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა უკაცრავად ჩაგერთეთ იმისთვის, რომ პროფესიონალებისგან მიიღოს საზოგადოებამ ინფორმაცია და შეხსენება ან ძველი ნაცნობი პრობლემის ახალი წახნაგით აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის ლიმფოსტაზი? თქვენ უკვე ბრძანეთ, რომ ეს არის ლიმფის შეგუბება. და ეს შეგუბება შეიძლება მოხდეს სხეულის ყველა ნაწილში, განსაკუთრებულად ხდება ხოლმე კიდურებში, კიდურების ნაწილში. სხეულის და შეიძლება სულ სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდეს. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს თანდაყოლილი რამოკმარისობა ნაკლი, ასევე მეორადად შეიძლება გახდეს უბრალოდ ტრავმა, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა, ან და კიდევ უფრო რთული რამ, მაგალითად ვენური დაავადება შეიძლება გახდეს ამის მიზეზი, როდესაც ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორც უკვე ვთქვით, საკმარისი რაოდენობით
აი ამ სითხეს, რომელსაც ლიმფას ვუწოდებთ, ვერ გადაატარებს ორგანიზმზე. თუმცა ორგანიზმს აქვს უზარმაზარი რეზერვი, ასე ვთქვათ, ფუნქციური რეზერვი ამ ლიმფის გადატარების თავის სხეულზე, ანუ 24 საათის განმავლობაში შეუძლია ჯამრთელი დასრული ადამიანის ორგანიზმმა 20 ლიტრი ლიმფა გადაატაროს თავის ორგანიზმში. ჩვენ ეს არ გვჭირდება ყოველდღიურად, ჩვენ ყოველდღიურად 3.5 მაქსიმუმ 4 litrს გადავატარებთ, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, როდესაც ძალიან მაღალი მოთხოვნა უდგება ჩვენ ორგანიზმს და ასეთ შემთხვევაში როგორ სიყოჩაღეს გამოიჩენს ორგანიზმი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ყოჩაღი ორგანიზმი აქვს ადამიანს და როგორი იყო თანდაყოლილად დაბადებიდან მისი ლიმფური სისტემის მდგომარეობა უნარი და როგორი გახდა ის ან რაიმე დაბადების შემდეგ ან რაიმე ოპერატიული ჩარევის შემდეგ. აი ამას ეს განსაზღვრავს სწორედ აი ამ სითხის დიდი რაოდენობით მოზღვავებას და თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ სეზონიც კი შეიძლება იყოს ამის გამომწვევი და ნუ სეზონი იმიტომ რომ სითბოში განსაკუთრებულად ბევრი ლიმფა სითხე გამოიყოფა სისხლძარღვებიდან, ლიმფა სხვა არაფერია თუ არა სისხლძარღვებიდან გამოყოფილი სითხე, რომელიც მე უკან უნდა შეიწოვოს სისხლძარღვა და რაღაც ნაწილი გადაიქცეს ლიმფად. და იმაზე მეტი გამოიყოფა და თუ კი ორგანიზმს ამის უნარი არ აქვს, რომ შეითვისოს მოჭარბებული რაოდენობით ლიმფა, მაშინ ჩვენ ვხედავთ გამოვლენილ ლიმფოსტატს. თუმცა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ჩვენს გადაცემებში ლიმფის შესახებ, რომ შეიძლება გარგამოვლინდეს ლიმფოსტატი, არ იყოს შეშუპებული სხეული ან კიდურები, მაგრამ უკვე კონდეს ადგილი რაღაც სირთულეს ორგანიზმისთვის, უკვე ძლივს ან ვერ უმკლავდებოდეს. ანუ წარმოიდგინეთ 20 litrიანი ფუნქციური რეზერვიდან სანამ ეს უნარი, ლიმფის გადატანის, ტრანსპორტირების უნარი არ ჩამოვა 2 litrამდე, მანამდე გარეგნულად არ ავლენს თავს. აი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეს გადაცემები და შეხსენება, რომ დროულად რომ ექიმებს მიმართონ და ასე შემდეგ. ამიტომაც ვეძახით ლიმფოლოგები ამ ეტაპს ნულოვან სტადიას. ლიმფოსტაზის, უბრალოდ ლიმფედემის, რომელიც უკვე დიაგნოზს წარმოადგენს, ლიმფედემის ნულოვან სტადიას. ანუ ლიმფური შეშუპების ნულოვანი სტადიის, შეგუბების და ედემა თავისთავად ნიშნავს, რომ გარკვეული შეშუპება არის. გალბატონ თამარს უნდა ვკითხოთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე ოჯახის ექიმი, გულისხმობთ ადამიანს, რომელიც მარტო თქვენთან მოსული პირადად ერთი პაციენტის შესახებ კი არ ფლობს ინფორმაციას, პრაქტიკულად მისი ოჯახის სამედიცინო ისტორიას ფლობს. და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანის ცხოვრებას ადევნებთ თვალყურს და ერთჩვენიერ დღეს გექნებათ შესაძლებლობა სწორედ ნულოვან სტადიაზე მიიტანოთ ეჭვი. მაგრამ თუ ადამიანი არ მიმართავს ოჯახის ექიმს და თუ არ არის ასეთი შესაძლებლობა სისტემატური კონსულტაციების, რა თქმა უნდა, მეტი ალბათობაა იმის, რომ გამოგვეპაროს მხედველობიდან. თუ თქვენს ყოველდღიურ პრაქტიკას გადავხედავთ თვალს, რამდენად ხშირად მოდიან ადამიანები მაგალითად შეშუპებაზე ჩივილით და რამდენად ხშირია აი ამ შეშუპების მიღმა ლიმფოსტაზი, როგორც მიზეზი ამ შეშუპებისა. დიდი მადლობა ქალბატონო მარი იმ შესაძლებლობისთვის, რომ მომიწვიეთ და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბრო ამ თემაზე. მივესალმები ასევე თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესოა ეს თემა ზოგადად ოჯახის ექიმებისთვისაც, რადგან ოჯახის ექიმის საქმიანობა არ შემოიფარგლება რაიმე კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფით. ადრეული ასაკიდან, ჩვილობის პერიოდიდან დაწყებული მოხუცებულობამდე არის ჩვენი კონტინგენტი, შეიძლება ესე ითქვას. ჩვენ ასევე არ გვაქვს შემოსაზღვრული ნოზოლოგიები, განსხვავებით ვიწრო სპეციალობის ექიმებისგან. საერთოდ ლიმფედემით და უკვე შეშუპებით ძირითადად ხვდებიან ხოლმე პაციენტები ოღონდ უკვე შორს წასული შემთხვევების დროს ანგიოლოგებთან ან ონკოლოგებთან, ონკოლოგებსაც აქვთ ესეთი უფრო მჭიდრო შეხება ასეთ პაციენტებთან, თუმცა ოჯახის ექიმის პასუხისგებლობა არის
ბევრად დიდი იმ თვალსაზრისით, რომ ოჯახის ექიმს აქვს საშუალება უფრო ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს ესა თუ ის დარღვევა და სწორად დააკვალიანოს ადამიანი. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოჯახის ექიმის ფუნქცია ჰოლისტიკურად მიუდგეს, თლიანობაში აღიქვას ადამიანი და შეიძლება სულ სხვა მიზეზით იყოს მოსული, სულ სხვა ჩივილით პაციენტი, მაგრამ თუ დეტალურად შევკრებთ ჩვენ ანამნეზს, ჩავიკითხებით ყველა იმ პრობლემას, რაც მას გაუვლია, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ეს პაციენტი, აი როგორც ქალბატონმა ლალიმ თქვა, იყოს ის ნულოვანი სტადია, ანუ რისკი ლიმფედემის განვითარებისა. ამის შესაძლებლობა არის ოჯახის ექიმთან კონსულტაციის დროს, რომ ნულოვანი სტადია აღმოაჩინოს. შესაძლებელი არის ანამნეზიდან გამომდინარე. ვიზუალურად ჯერ შეშუპება შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ თუ პაციენტი ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მოდის ჩემთან და ანამნეზში აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ონკოლოგიური ოპერაცია ჩაიტარა ონკოლოგიურ დაავადებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული რისკ ფაქტორი არის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის შემდგომი პერიოდი, როგორც ოპერაციული ჩარევა, რადგან ნებისმიერი ოპერაცია ისედაც ნაწიბურს ტოვებს და ნაწიბურიც ხელშემშლელია სითხის უკუდინების თვის, ანუ ლიმფედემის განვითარების შანსი ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ არის მექანიკურ დაბრკოლებას ქმნის, რასაკვირველია, განსაკუთრებით კი ონკოლოგიური ოპერაციების შემდეგ, რადგან ლიმფური კვანძების ამოღებაც ხდება. ეხლა ადრე იყო რომ თქვათ ეს უფრო მეტი ლიმფური კვანძის მოცილებას ახდენდნენ, ეხლა მოდარაჯე ლიმფური კვანძების მოცილება ხდება შედარებით ნაკლები სწორედ აი ამ ლიმფედემის პრევენციისთვის, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ სულ 4 ან 6 ლიმფური კვანძი ამოღებული, მაგრამ ლიმფედემა მაინც ვითარდება. თუ პაციენტი მithumetes თუ სხიური თერაპიაც აქვს ჩატარებული, სხიური თერაპიაც ანაწიბურებს მთლიანად ქსოვილს და ლიმფის გადინების, უკუდინების საშუალებას სპობს პრაქტიკულად. ამიტომ თუ პაციენტი მოდის ჩემთან და სრულად არ აქვს შეშუპება და ანამნეზში აღმოვაჩენ ამას და არავის არ უთქვამს მისთვის, რომ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რასაკვირველია ვურჩევა ამას. და მათ შორის კონსულტაცია ლიმფოლოგთან. რა თქმა უნდა, ლიმფოლოგთან კონსულტაცია და ისიც მინდა ვთქვა, რომ ადრეულ ასაკშიც, აი ბავშვები რომ მოყავთ ჩვენთან, მშობლებს არ აქვს წარმოდგენა, რატომ შეიძლება იყოს შეშუპებული კიდური ან სხეულის სხვა ნაწილი და თანდაყოლილი ლიმფედემის შემთხვევაში, ანუ პირველადი ლიმფედემის შემთხვევაში ძალიან ხშირად არის, თუმცა პირველადი ლიმფედემა ზოგადად ლიმფედემებს შორის არის უფრო იშვიათად ხდება, მაგრამ ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ადრეულ ასაკშიც აღმოგვიჩენია შეშუპება და დროული დაკვალიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი. არამედ ნოზოლოგიებთან კავშირშიც, ანუ დაავადების დიაგნოზთან კავშირშიც პრინციპული მნიშვნელობა აქვს პრობლემის აღმოჩენას, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას და შესაბამისად შემუშავებას ტაქტიკისა, როგორ ვიქცევით იმისათვის, რომ ადამიანს თუ აქვს რისკები შევუმციროთ, თუ უკვე გამოვლენილია პრობლემები შორს არ წავიდეს და მაქსიმალურად დავეხმაროთ მართვაში და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში. ზოგჯერ ეს ორგანიზმის ფუნქციასთან პირდაპირ კავშირშია წარმოუდგენელია სხვაგვარად. ვიდრე ამ თემაზე გავაგრძელებთ საუბარს, ქალბატონმა ლალიმ წეღან ვენური დაავადება ახსენა და მე ვისარგებლებ შემთხვევით, როდესაც გარემოს ტემპერატურა ასე იმატებს, როდესაც ზაფხულს ახლავს თავისი სამედიცინო ტვირთის ჩამონათვალი და ერთ-ერთი მათ შორის ყოველთვის არის ხოლმე ვენური დაავადება, გავიხსენოთ სწორედ რა შეიძლება გავაკეთოთ ვენური დაავადებების შემთხვევაში ლიმფოსტაზის თავიდან ასაცილებლად. ვენური უკმარისობის და ლიმფოსტაზის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ რისკ ფაქტორები, გენეტიკური წინასწარ-განწყობა, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა და სიმსუქნე, ასაკი, სქესი, სეზონი, საყურადღებოა შემდეგი ნიშნები, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ტკივილი, ქავილი, შესიება, პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ მარტივი ვარჯიშები. თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, ადგილზე ამოძრავეთ ფეხები. წამოდექით, ფეხის ცერებზე აიწიეთ და დაეშვით ქუსლებზე 8-10 ჯერ მაინც, დღეში რამდენჯერმე. თუ მოგეცემათ შესაძლებლობა, ფეხები მოათავსეთ მაგალითად სკამზე. წარმოსახვით დაატრიალეთ ველოსიპედი არა მუხლებით, არამედ ტერფებით.
გამოიყენეთ გრილი წყლის შხაპი ფეხებზე. ცივწყალში დასველებული პირსახოცი გაწურეთ და წაისვით ფეხზე ტერფიდან მუხლისკენ მოძრაობით. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს და ლიმფის შეგუბება, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის მართლა ძალიან შემაწუხებელია და განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ დიაგნოზზე, ლიმფური შეგუბება ვენური დაავადებების ფონზე. ზაფხული და ვენების პრობლემა ძალიან ბევრი ადამიანისთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ რა უნდა იცოდნენ და რა შეიძლება გააკეთონ. გასაგებია, რომ ჩვენ ახლა საერთაშორისო აღიარებული რეკომენდაციები გავუზიარეთ მაყურებელს და თითოეულ ამ სიტყვაზე მე ვაგებ პასუხს, იმიტომ რომ კონკრეტულ დოკუმენტებს ეყრდნობა. მაგრამ ყველა იმ ადამიანმა, ვისაც აქვს დადგენილი, თქვათ, ვენური დაავადება, ან ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც, აი როგორც ქალბატონი თამარი ბრძანებდა, ონკოლოგიური დიაგნოზის გამო აქვს ჩატარებული ოპერაცია, ან ახლა უტარდება ეს მკურნალობა. რა უნდა იცოდნენ იმისთვის, რომ მომავალში გართულებები აიცილონ თავიდან და რამდენად აუცილებელია ლიმფოსტაზის კონტროლი აი ამ მდგომარეობების დროს? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან გაცილებით თქვათ ონკოლოგიური დიაგნოზის შემთხვევაში, ოპერაციის, სხიური თერაპიის შემდგომ რისკი მაღალია და მათ უნდა მიმართონ მანამ სანამ განვითარდება ლიმფოსტაზი. ასევე ვენური დაავადების დროს მე ვფიქრობ, თუ კი ვენური დაავადება უკვე საკმაოდ გამოვლენილია ადამიანში, იქ უკვე ის ექიმს მიმართავს და რა თქმა უნდა, ექიმის საქმე ამ შემთხვევაში წამყვანი არის და იგივე მედიკამენტური მკურნალობა იქნება თუ სხვა. საერთოდ ექიმის გარეშე ამ პრობლემების მოგვარება არ არის სწორი. ჩვენც ხშირად მოგმართავენ ხოლმე, რომ აი ბევრი ექიმი მყავს იქაც, აქაც, იქაც და აი მირჩიეს თქვენთან. ექიმის და ფიზიოთერაპევტის, ამ შემთხვევაში ლიმფოლოგის თანამშრომლობა ძალიან დიდად განაპირობებს წარმატებას, წარმატებულ მკურნალობას. იმიტომ რომ ჩვენ ისე მაინც ისეთი სიღრმით ვერ აუხსნით ადამიანს რა რისკების წინაშე დგას. ჩვენ ლიმფოლოგიურ თვალსაზრისით ვაკვალიანებთ მას და ფაქტიურად როცა უკვე ჩვენთან ხვდება ლიმფოლოგებთან ადამიანი მთელი პროცედურის განმავლობაში ეს არის მუდმივი საუბარი, იმიტომ რომ მათ უგროვდება ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხს სამწუხაროდ არავინ არსებს, მაგრამ ოჯახის ექიმი არის ის ინსტანცია, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი გასცეს ადამიანს და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ექიმს როცა მიმართავს ადამიანი, იქიდან იწყება ეს გაფრთხილება, რა რისკების მატარებელია ეს ყველაფერი და შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ მხოლოდ. ანუ ჩვენ მხოლოდ ვერთვებით საქმეში ექიმის დანიშნულებით და კიდე ერთი მინდა ვთქვა, რომ აქ ერთი რამის რჩევა ძალიან რთულია. ეს არის კომპლექსური მიდგომა, ამ შემთხვევაში არის წამყვანი. ლიმფური პრობლემების დროს ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ მანუალური ლიმფოდრენაჟი, ან მხოლოდ ვარჯიშები, რომელიც თქვენ არაჩვეულებრივი ვარჯიშები აჩვენებთ მაყურებელს, ან მხოლოდ შხაპი თუ ესე წყლის პროცედურები, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ცურვასაც ურჩევთ ადამიანს საერთოდ წყალში ვარჯიშს და ასე შემდეგ, მაგრამ კომპლექსური მიდგომა, აი ესეთი კომპლექსური მიდგომა ამ პრობლემის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, შეიძლება ადამიანმა გაიაროს ურთულესი პერიოდები თავის ცხოვრებაში, ურთულესი ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხიური თერაპია, ვენური დაავადების დროს არ არის ეგეთ სირთულეები, მაგრამ როცა გონია უკვე რომ გაიარა ეს ყველაფერი და ყველაზე უარესი უკვე უკან არის, აი მაშინ წამოეწევა ხოლმე ეს პრობლემატიკა და უნდა გითხრათ, რომ როგორც თქვენ სწორედ ბრძანეთ, სიცოცხლის ხარისხი ძალიან უკან იხევს და ძალიან დიდი დისკომფორტი ელოდება მას თუ კი ამას დროულად არ მიექცია ყურადღება. ამიტომ, რა თქმა უნდა,
ექიმების მოვალეობაც არის და ჩვენი რომ დროულად გავაფრთხილოთ ადამიანები ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რაც შეიძლება მათ იქნება ეს ვარჯიში, იქნება ეს წლის პროცედურები, იქნება ეს მანამ სანამ გამოვლინდება უკვე მანუალური ლიმფოდრენაჟი თუ კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება. კომპრესიული ტრიკოტაჟზე საგანგებოდ უნდა გკითხოთ ხალბატონ ლალი, მოგვიანებით. ხალბატონ თამარს დაუსვამ ასეთ შეკითხვას, კითხვას, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ მაყურებელს აქვს. ყოველთვის, როდესაც რაღაც პრობლემაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მოსავლელად რეკომენდაციებს რომ უზიარებთ მაყურებელს, ეს არ უყურს მაყურებელს, მაგრამ შეიძლება ფიქრობს, რომ თუ ეს არის მხოლოდ შეშუპება, განა რას აფუჭებს ამისთანაც ჩვენს ორგანიზმში, რომ ჩვენ ამდენ დროს უთმობთ ამ თემას და რაც მთავარია, ყოველწლიურად, ხალბატონი ლალი დამეთანხმება, ყოველწლიურად ვუბრუნდებით ამ თემას და ყოველწლიურად ვახსენებთ მაყურებელს რა არის და საზოგადოებას რა არის ლიმფოსტაზი. რანაირად საყურადღებო. მარტო შეშუპებაა, მარტო ესთეტიკის პრობლემაა, ხალბატონ თამარ. ძალიან საინტერესოა ეს თემა ზოგადად. აი ლიმფედემა სიტყვაც ნიშნავს ლიმფის შეგუებისგან გამოწვეულ შეშუპებას. თითქოს აღწერითია სიმპტომების კომპლექსი აღწერილი ამ დიაგნოზში. შეიძლება ითქვას, დიაგნოზიც კი არა, სიმპტომებია ჩამოთვლილი და ჩვენ ექიმების ჩვენი ფუნქცია არის ის, რომ ყოველი სიმპტომის მიღმა პროცესს ხედავდეთ. ყოველი სიმპტომი არის რაღაცა პროცესის შედეგი. აი თუ რამ გამოიწვია ეს სიმპტომი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ლიმფედემა შეიძლება გამოწვეული იყოს მაგალითად ნებისმიერი ანთებადი, რბილიქსოვილის ანთებადი დაავადებით, რომელიც ლიმფურ გზებს აზიანებს. ეგრეთ წოდებული ლიმფანგიტით რთულდება. ეს შეიძლება იყოს მწერის ნაკბენი, ან პარაზიტული დაავადება, ნებისმიერი ინფექციური დაავადება, ვირუსული, ბაქტერიული ან სხვა ინფექციური დაავადება, რაც შეიძლება იყოს მიზეზი. და საინტერესოა, რომ ეს ინფექციები, რბილიქსოვილების ინფექციები შეიძლება მიზეზი გახდეს შეშუპების, მაგრამ შეშუპება თვითონ შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორი იყოს შემდგომ ინფექციების განვითარების. ისევე როგორც ანუ იქ სადაც შეშუპება, მე განმარტებისათვის გეთქვით ხალბატონ თამარ, რომ მაყურებელს უთხრათ, ანუ შეიძლება იმ უბანში ჩვენი სხეულის, სადაც არის ეს შეშუპება, ანუ ლიმფის შეგუბების გამო განვითარებული, შეიძლება ეს იყოს ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ იქ განვითარდეს ინფექცია. დიახ. შეიძლება ბაქტერიებისთვის იყოს ნოყიერი ნიადაგი და ასევე გაცხიმოვნება არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი, როგორც ვთქვით, ანუ ლიპედემა, ანუ ცხიმის ჩალაგება, რომელიც მათ შეიძლება გამოიწვიოს ლიმფის შეგუბება და ასევე აი თითქოს პარადოქსულად ჟღერს მიზეზი იწვევს შედეგს, მაგრამ ეს შედეგი თავისთავად შეიძლება იყოს გამომწვევი ასევე ცხიმის ჩაზრდისა იმ ქსოვილებში. ანუ უფრო მოგვიანებითი სტადიების გართულებული ფორმა, როდესაც არის მეორე, მესამე ხარისხის ლიმფედემა, ამ შემთხვევაში თვითონ ის შეშუპებული კიდური იქნება ეს თუ სხვა რეგიონი ჩვენი სხეულისა, გადაგვარებას განიცდის, შემაერთებელი ქსოვილი, ფიბროზული ქსოვილი ჩალაგდება, ცხიმოვანი ქსოვილი ჩალაგდება და ბევრად ძნელი ხდება შემდეგ მისი უკვე განვითარება. ამავე დროს ბოლო ეტაპებზე კანი ზიანდება. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში პირველ ეტაპებზე არ არის დამახასიათებელი ნულოვანი სტადიის და პირველი ხარისხის ლიმფედემის დროს არ არის დამახასიათებელი კანის ცვლილება, კანი თითქოს ერთის მხრივ ნორმალურად გამოიყურება, უბრალოდ რაღაც ცომივით შეიძლება ითქვას, რბილია და ჩანაჭდებს ტოვებს შეშუპებული ქსოვილი. ეს სიმპტომი იყოს, მაგრამ მესამე ხარისხის შემთხვევაში უკვე ხდება კანის სტრუქტურის ცვლილება, ესეთ ჩვენ პაციენტი ყავდა ისეთი ხავსივით, ესე იგი დამატებითი ინფექციები იყო განვითარებული, სოკო განვითარებული და ვირუსული ინფექციები ყველაფერი დართული იყო აი ამ გაღრმავებულ ნაკეთებში. უკავშირავად სტრეპტოკოკული ინფექცია ძალიან სწრაფად ვითარდება ხოლმე, იგივე წითელი ქარის ფენომენი ძალიან დამახასიათებელია. მეჭეჭების მაგვარი წარმონაქმნებიც კი ჩდება ხოლმე. რომელსაც ასევე აქვს ხშირად ვირუსული შენება, ანუ მიზეზი, ანუ პაპილომა ვირუსით გამოწვეული კანის გამოვლინები. დიახ. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა ვიდეო რჩევა გავახსენოთ მაყურებელს. ეს ვიდეო რჩევა არ არის
ლიმფოსტაზთან უშუალოდ კავშირში, პირდაპირ კავშირში, მაგრამ არის დაკავშირებული ონკორისკთან, რომლის აღმოჩენა შეუძლია ყველა ქალს. იმ შემთხვევაში, თუ სწორად შევასრულებთ თვითგასინჯვის წესებს. ძუძუს თვითგასინჯვა არის ზუსტად ის ნულოვანი სტადია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თვითონ აღმოჩნდეთ საკუთარი თავისთვის საუკეთესო გზამკვლევები, თუ ვიქნებით ყურადღებით და პირველად სარისკო ნიშნებს აღმოვაჩენთ და შემდეგ ამ ნიშნებით მიმართავთ შესაბამის დაწესებულებას. სარძევე ჯირკვლის შეფასება ასაკის და სქესის შესაბამისად. სარძევე ჯირკვალი ორივე სქესის ადამიანისთვის გამრავლების სისტემის ნაწილია. სარძევე ჯირკვლის პრობლემის აღმოსაჩენად ყველაზე მარტივია თვითგასინჯვა. შხაპის მიღების, ჩაცმის, სარკეში საკუთარი ორეოლის შეფასების დროს. ფეხზე დგომისას ან დაწოლილ მდგომარეობაში. თვითგასინჯვა გულისხმობს ეღლიის ფოსოს და ლავიწის მიდამოს გასინჯვას, ძუძუს გასინჯვას წრიული მოძრაობით. საყურადღებოა თუ შეიცვალა ძუძუს ზომა, ფორმა ან კონტური, კანის ფერი, შეხებით მტკივნეულია, ისინჯება რაღაც წარმონაქმნი, შეიცვალა ძუძუს დვრილი. აგრეთვე საყურადღებოა თუ მოზარდი ვაჟის ან მამაკაცის სარძევე ჯირკვალი ზომაში მკვეთრად იმატებს, მაგალითად რაიმე ნივთიერების მოხმარების ან დაავადების ფონზე. ახალშობილის სარძევე ჯირკვალი გადიდებული და გამკვრივებულია. ასეთ შემთხვევაში არ სცადოთ შიგთავსის გამოდევნა და არ დააზიანოთ ჯირკვალი მექანიკური ზეწოლით. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. ჩვენ შევთანხმდით, რომ დღევანდელი გადაცემა ერთი სიტყვის გარშემო ძალიან ბევრი წახნაგის წარმოჩენას ცდილობს. რასაკვირველია, თუნდაც ჩვენი მცდელობა ვერ დაიტევს ყველა იმ რისკს, რაც უკავშირდება ლიმფოსტაზს, ან რაც მოსდევს ლიმფოსტაზს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცადეთ ეს მრავალფეროვნება და მრავალწახნაგოვნება გვეჩვენებინა. და თქვენ ახსენეთ კომპრესიული, ანუ ზეწოლის მქონე თეთრეული და ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ კომპრესიულ გეტრებზე, კომპრესიულ წინდებზე და ასე შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია და აუცილებელია დადგენილი ლიმფოსტაზის შემთხვევაში და როგორ შეიძლება ადამიანებმა გადალახონ დისკომფორტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წუწუნებს ხოლმე ამის გამო, რომ ეს არის შემაწუხებელი, ამის გაძლება ყოველდღიურად ძალიან რთულია, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ამითი უნდა იარონ ადამიანებმა მაღალი ტემპერატურის პირობებში. ეს მნიშვნელოვანია და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამას ვერაუვლით გვერდს, ვერაფრით. ამის გარეშე შეუძლებელია დააკავო ის შედეგი, რომელიც კურნალობის შედეგად მიიღება, იგივე მანუალური ლიმფოდრენაჟით თუ წყლის პროცედურებით თუ სხვადასხვა მოძრაობით, ესე ვთქვათ, ვარჯიშებით. იმისათვის, რომ ეს გავხადოთ სტაბილური ეს შედეგი, აუცილებელია მივმართოთ აი ამ კომპრესიულ ტრიკოტაჟს. მანამ სანამ შერჩევა მოხდება სწორი კომპრესიული ტრიკოტაჟის, მანამდე გადახვევა ხდება ხოლმე, როდესაც კიდური დიდია. თუ კიდური არ არის დიდი, მკურნალობის პროცესში მისთვის ვარჩევთ პირდაპირ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი შერჩევა მოხდეს, იმიტომ რომ აქაც არ არის მარტივი სწორი შერჩევა. ჩვენ სპეციალისტები ვაკვირდებით რა ტენდენციაა, საით მიდის საქმე. გვაქვს იმისი მოლოდინი, რომ იზრდება ცოტა ხანში კიდური თუ პირიქით აქ უკვე ყველაფერი უნდა განჭვრიტო წინასწარ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნებოდა მსმენელისთვის, რომ სპეციალისტებთან ერთად შეარჩიონ ტრიკოტაჟი. მართალია გარკვეული წარმოდგენა მაღაზიებში, რომელშიც იყიდება ეს ტრიკოტაჟი, აქვთ მომუშავე ადამიანებს, მაგრამ აქ განსაკუთრებით უკრთული შემთხვევების დროს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია საჭირო იმისთვის, რომ ტრიკოტაჟი შევარჩიოთ და კიდევ ერთი უნდა ვთქვა სამწუხაროდ, რომ ყველანაირი ტრიკოტაჟი, რაც შემოდის საქართველოში, სამწუხაროდ არ არის მაღალი ხარისხის და მაღალი ხარისხის ტრიკოტაჟი სწორედ იმის გამაპირობებელია, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ზაფხულში, ცხელ დღეებშიც კი
კომფორტულია მოსახმარად. იმიტომ რომ მას აქვს კოტონის ფენა, იმიტომ რომ ის არის კანისთვის მეგობრული. ანუ მაღალი ხარისხი არ ნიშნავს იმას, რომ ის უბრალოდ ძვირია და რაღაცა. იმიტომ არის ძვირი, რომ ის არის ძალიან ძვირფასად შექმნილი, მოქსოვილი, ძალიან ძვირფას მასალას გულისხმობთ. ძვირფასი მასალით და ძვირფასი ტექნოლოგიით და მას აქვს გარკვეული ისეთი სტრუქტურა, რომ ზემოთ კიდურის ზემოთ არ მოხდეს გადაჭერა უფრო მეტად ვიდრე ქვევით, რაც უმნიშვნელოვანესია შერჩევის დროს თვითონ ადამიანმა უნდა იფიქროს ამაზე, როდესაც იცვავს წინდას, რომ ცენტრალურ ნაწილებთან მოჭერა, გადაჭერა არ იყოს უფრო ძლიერი ვიდრე პერიფერიულთან, ეს არის უმნიშვნელოვანესი და მათ აქვთ ის კომფორტი, რომ მოხმარება, მათი არის ძალიან სასიამოვნო. ცხელ დღეებშიც კი გაცილებით უფრო დიდი დისკომფორტია, როცა შუპდება ფეხი ცხელ დღეებში და აი ამ გადადაჭარბებულ უკვე ტკივილამდეც მიდის, ვენური დაავადების დროს ტკივილამდეც მიდის. წარმოიდგინეთ ის ტკივილი, რომელსაც თქვა ღრმავენების დაავადების დროს იტანს ადამიანი, კომპრესიული ტრიკოტაჟის მოხმარების დროს აბსოლუტურად წაშლილია ეს ტკივილი. ქალბატონო თამარ, მოდით რამდენიმე რისკ ფაქტორი, რომელიც სეზონთან არის ასოცირებული და ლიმფოსტას აღრმავებს დავასახელოთ ოჯახის ექიმის პოზიციიდან, მოკლედ რომ საზოგადოება მიაქციოს ყურადღება. დიახ. მოკლედ დროულად მკურნალობის დაწყება ხომ მნიშვნელოვანია, რასაკვირველია და ეფექტის მიღების შემთხვევაში ეფექტის შენარჩუნება, მკურნალობის ეფექტის შენარჩუნება, რაც ქალბატონმა ლალიმ უკვე თქვა, კომპრესიული ტრიკოტაჟით, რა თქმა უნდა, უკვე დადგენილი დიაგნოზის შემთხვევაში ტრიკოტაჟი უნდა იყოს მოხმარებული და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე განსაკუთრებით იმ ფაქტორების თავიდან არიდება, რაც შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორი გამწვავებისა. ეს არის ნებისმიერი ტრავმა. უნდა დაზოგოს ადამიანმა ის კიდური და უნდა მოარიდოს ტრავმას. იგივე ვთქვათ, ფეხის შემთხვევაში ფეხის გაპარსვა შეიძლება იყოს ეს, ან ფრჩხილების სპეციალური მანიკიურის სპეციალური დამუშავება. მიკროტრავმაც შეიძლება იყოს ძალიან ცუდი შედეგის მომტანი. ასევე ზაფხულის სეზონზე ძალიან მნიშვნელოვანი მწერების ნაკბენები უნდა ვიყოთ დაცულები ამისგან და ზღვაზე დასვენება თუ უნდა ადამიანს, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დიდხანს არ იყოს მზეზე. რუჯი და მზის დასხევა, გადაცხელება ამ კიდურის შეიძლება იყოს სახიფათო, ისევე როგორც გადაცივებაც, სტრესია და სპაზმი ვითარდება და შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორი შეშუპების, ასევე გადაცხელება. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ხშირი დუშის მიღების შემთხვევაში, შხაპის მიღების შემთხვევაში, რომ არ იყოს ცხელი შხაპი გამოყენებული ხშირ შემთხვევაში. ხოთეჟორის ეს იგივე ეხება ვისარგებლოთ შემთხვევით და გავახსენოთ, რომ ცხელ აბაზანებსაც და არის კატეგორია ადამიანების, რომელსაც ცოტა უფრო მეტად უყვარს ცხელი წყლის აბაზანა ან ცხელი წყლის შხაპი. და ეს არის ზუსტად ის ფაქტორი, რაზედაც თქვენ საუბრობდით. დიახ, საუნაც არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი მაგალითად. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ გავახსენეთ ქალბატონ ლალი ის თემა, რაც ძალიან საყურადღებოა და მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად ლიმფოსტაზის სახელით და ქალბატონ თამარ, მადლობა, რომ ეს დავინახეთ ჩვენი ყოველდღიური სამედიცინო პრობლემების ჭრილში, იმიტომ რომ სწორედ პირველი, ვისაც შევჩივლებთ ხოლმე და შესჩივლებს ადამიანი, ეს უნდა იყოს ოჯახის ექიმი და არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისათვის ჩვენც ვიყოთ ყურადღებით სამედიცინო პერსონალი და საზოგადოებაც იყოს ყურადღებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბოლოო უკეთესი შედეგისათვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ ლიმფოლოგი ქალბატონი ლალი ზაუტაშვილი და ოჯახის ექიმი ქალბატონი თამარ ვაშაკიძე. მე ჯერ არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ ტრადიციულად ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილი არის კვებითი შუქნიშანი.
კვებითი შუქნიშანი და ტრადიციული ასოციაცია. ანუ სურათხატი, რომელიც გვეუბნება მწვანე ნებადართვით, ყვითელი სიფრთხილით და წითელი შეზღუდვით, იშვიათად აკრძალვით და მთავარი სათქმელით მომაქცია ყურადღება. სწორედ ასე გამოვიყენოთ. რატო? იმიტომ რომ სწორედ კონკრეტულ ფერებთან ასოციაცია გვეხმარება უკეთ შევინახოთ ინფორმაცია ჩვენი მეხსიერების უჯრებში და საჭიროების შემთხვევაში უფრო სტრუქტურირებულად გამოვიყენოთ. ეს გამოცდილება განმტკიცებულია მრავალი ფაქტორით და რაც მთავარია ჩვენი ხანდაზმული ურთიერთობები. თქვენ იცით რომ კვებითი შუქნიშანი აღარც კი მახსოვს უკვე რამდენი წლის მოვლენაა, რომელიც სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა დაავადებასთან კავშირში არის ხოლმე ერთგვარი ნაკრები რეკომენდაციებისა. მე დღეს დავიწყებ წითელი ზონით და მთავარი სათქმელით მომაქცია ყურადღება. რას მივაქციოთ ყურადღება? ჩვენ ხშირად პირდაპირ კავშირებს და ბმებს ვეძებთ ხოლმე, როდესაც რაღაც გვაწუხებს და თუ ადამიანს მაგალითად ფეხები უშუბდება, არასოდეს გაახსენდება მაგალითად მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ჭარბწონას ატარებს. არადა ერთ-ერთი ფაქტორი, რაც დადგენილია, არის ჭარბიწონა და სიმსუქნე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის მექანიკურად დიდი ტვირთი. არა, იმიტომ რომ თანამედროვე მედიცინამ უკვე დანამდვილებით იცის და მტკიცებითი მედიცინა გვეუბნება, როგორც გულსის სარღვთა პათოლოგიის შემთხვევაში, ასევე ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში, ასევე ჭარბიწონისა და სიმსუქნის შემთხვევაში ყველა პრობლემის სათავე უკავშირდება ერთ მთავარ მექანიზმს, რომელსაც ქვია ანთება. დიახ, სისტემური ანთება, რომელიც არის ჭარბიწონისა და სიმსუქნის შემთხვევაში, განსაკუთრებით ჩვენ საუბრობთ სიმსუქნეზე, როგორც დაავადების დიაგნოზზე, რადგან ჭარბიწონა ეს არის გარდამავალი ტრანზიტორული მდგომარეობა და ადვილად შეგვიძლია წონის მოწესრიგება. სიმსუქნის შემთხვევაში ძალიან სერიოზული ჯაფა აქვს ორგანიზმს, ძალიან დიდია ანთებითი ფაქტორების წილი და არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ლიმფოსტაზის რისკი იზრდება, არა მხოლოდ ვენური დაავადების, არამედ ლიმფოსტაზის რისკი იზრდება ჭარბიწონის და სიმსუქნის შემთხვევაში. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ზაფხული არის ამ მხრივ არაჩვეულებრივი პერიოდი, თავისი საკვების რაციონით, თავისი სადღეღამისო რიტმით, თავისი აქტივობის კომპონენტით, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ უფრო ადვილად მოვიწესრიგოთ წონა, უფრო მომზადებულები შევხვდეთ ცივ სეზონს, როდესაც დაცვითი მექანიზმების დამსახურებით ისედაც აგროვებს ჩვენი ორგანიზმი ცოტა მეტად ცხიმს. რაც შეეხება ყვითელ ზონას. ყვითელი ზონა ეს არის პროდუქტები, რომელიც ასევე ხელს უწყობს ანთებას. და თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ ალკოჰოლზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ როგორც ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე, რასაკვირველია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგია ალკოჰოლური სასმელების შეფასებისას, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ალკოჰოლის არარაციონალური სისტემატური გამოყენება ეს არის ორგანიზმის მჟავატუტოვანი წონასწორობის ცვლილება, შემჟავება ორგანიზმის. ეს თავის მხრივ ნოყიერი ნიადაგია ანთებისთვის, ისევე როგორც საკუთრივ ალკოჰოლური სასმელების შემადგენელი კომპონენტები იწვევს ანთების განვითარებას ან გაღრმავებას. მაგალითად, ჩვენ საუბრობთ ხოლმე სხვადასხვა სახის პრობლემების დროს მარილზე და ვსაუბრობთ მაგალითად მარილმგრძნობი არაჰიპერტენზიაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარილი ძალიან საყურადღებოა ლიმფოსტაზის შემთხვევაში. თუ ჩვენ საუბრობთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ყოველდღიურად 1 ჩაის კოვზე 5-6 გრამი მარილის გამოყენებაზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არ არის მოსაყრელი რაოდენობა, ეს არის ჯამური რაოდენობა 2300 მილიგრამი ნატრიუმის ექვივალენტურია ეს ყველაფერი. ლიმფოსტაზის აშკარა სურათის დროს თანამედროვე მედიცინა ზუსტად ისევე იქცევა, როგორც ჰიპერტენზიის დროს მოიქცეოდა. ურჩევს ადამიანს, რომ შეზღუდოს მარილის მოხმარება და ასეთ შემთხვევაში მარილის კონტროლი საკვებში არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სითხის შეგუბების თავიდან და შეკავების თავიდან ასაცილებლად. შაქარი, ანუ ადვილად შეთვისებადი ნახშირწყალი და ყველა მსგავსი დატვირთვის მქონე საკონდიტრო პროდუქტი, ეს არის დამატებითი რისკი ანთებისთვის და ჩვენ ვიღებთ ფუჭკალორიებს და არ ვიღებთ საკვებ ნივთიერებებს. ცხიმები, განსაკუთრებით პროცესირებული ცხიმები, განსაკუთრებით
ეგრეთ წოდებული ტრანსცხიმები, რომელიც ხელოვნური გამყარებით გამომუშავდება თხევადი ცხიმებისგან და ასეთ დროს ამ ცხიმების როლი ანთების განვითარებისა და გაღრმავების პროცესში უკვე მრავალჯერ არის დადასტურებული. სხვათა შორის მცენარეული ცხიმები, რომელიც სხვა შემთხვევაში იქნებოდა ძალიან ფართოდ რეკომენდებული, დიდი რაოდენობით თუ ვიყენებთ და განსაკუთრებით მასში ომეგა-6-ის ტვირთის გათვალისწინებით, ეს არის ძიდი რისკი იმისთვის, რომ ანთება განვითარდეს ან გაღრმავდეს. პროცესირებული ხორცი, პროცესირებული წითელი ხორცი, ეს არის დამატებითი რისკი, რომელიც თანამედროვე კლასიფიკაციაში ყველა შემთხვევაში განიხილება სისხლძარღვთა პრობლემებისათვის, ზოგადად სითხის ბალანსის შენარჩუნებისთვის, მე გულისხმობ შესაბამის მილებში და ლიმფური მიმოქცევისათვის ისევე შეიძლება იყოს რისკი, როგორც არტერიების ჯანმრთელობისათვის. ეს არის დადგენილი და მე იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებთ. რაც შეეხება მწვანე ზონას. მწვანე ზონას სიამოვნებით დავიწყებ წყლით და წყლის ადეკვატური მოხმარებით. თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ სისხლძარღვის ჯანმრთელობაზე, როდესაც საუბრობთ ვენურ სისტემაზე, ვენური უკმარისობის პროფილაქტიკაზე, საუბრობთ წყლის ადეკვატურ მოხმარებაზე. ასევე უნდა მოვიქცეთ ლიმფოსტაზის შემთხვევაში და სითხის ბალანსი ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისად, გაზრდილი ფაქტორების ტვირთის შესაბამისად, როდესაც მაღალია ტემპერატურა, როდესაც ჩვენი ფიზიკური აქტივობა არის გასათვალისწინებელი, როდესაც გვაქვს ცუდი ჩვევა ცხელი შხაპის მოხმარებისა, მივიღეთ ალკოჰოლი, შედარებით მლაშე საკვები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გულისხმობს სითხის კონტროლს და სულ ცოტა კილოგრამ წონაზე 30 მილილიტრი ზაფხულში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მინერალური წყლით შევსება, როდესაც არა მარტო წყალს, ელექტროლიტებსაც კარგავთ. მიკრობიომისა და მიკრობიოტას მოწესრიგება, იმიტომ რომ ჩვენ ანთებისგან ვიცავთ ორგანიზმს და მცენარეული ბოჭკო, როგორც საკვები კომპონენტი, მთავარი საკვები კომპონენტი, იმისათვის რომ ზაფხულის სეზონური კვება გამოვიყენოთ ლიმფოსტაზის თავიდან ასაცილებლად და ლიმფოსტაზის დასარეგულირებლად. და პრინციპი რასაკვირველია, ძალაშია მიუხედავად დიაგნოზისა. სულ ცოტა 5 ჯგუფის, სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტის გამოყენება ყოველდღიურად, მრავალფეროვნება, ცისარტყელათებში გახსოვთ თქვენ ჩემი გამოთქმა, მრავალფეროვნება საკვები პროდუქტებისა გულისხმობს საკვები ნივთიერებების მრავალგვარობას, რაც იცავს მთლიანად ჩვენს ორგანიზმს და მათ შორის გვეხმარება ლიმფოსტაზის თავიდან აცილებაში ან არსებული ლიმფოსტაზის უკეთ მართვაში. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.